გამარჯობა, მე ნატა მახველაძე ვარ და თქვენ დღის ქრონიკას უყურებთ. მართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდასა და მასალების აღებას ითხოვს. ქართულმა ოცნებამ BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა. შალვა პაპუაშვილის განმარტებით BBC-ს მიერ მომზადებული ფილმი და თანხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებელ ბრალდებებს, რომლებიც არღვევს თავად BBC-ს სარედაქციო სტანდარტებს და დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი ბიუროს მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. ფუნდამენტური პრინციპების დარღვევები მხოლოდ ჟურნალისტიკაში არ გვხვდება. ევროკავშირის წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს და არაკეთებს განმარტებებს ვიდეო რგოლზე, რომელიც საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით მოამზადა. რამდენიმე წამიან ვიდეოში ჩანს საქართველოს დროშა საპროტესტო აქციებზე, რაც ქართული ოცნების შეფასებით ძალადობრივი პროტესტის რომანტიზება და დაპირისპირების წახალისებაა. დაპირისპირების ინსპირირება ევრობიუროკრატების ვიზირებით საქართველოს პოლიტიკურ დაფაზე დიდი ხანია ჩანს. თუმცა როგორც ამბობენ, ევროკავშირი უფრო მენიუშია, ვიდრე მაგიდასთან ზის. ამ გამოთქმას უკვე თავად ევროპელები იყენებენ ევროკავშირთან მიმართებაში. ევროკავშირი აღარ არის მძლავრი მოთამაშე კონტინენტზე და პრინციპში პოლიტიკური გამბიტი თვალსაჩინოა შეერთებული შტატების მხრიდან გაერთიანებასთან მიმართებაში. და ეს უფრო სტრატეგიული რისკის გათვლა, ვიდრე ერთჯერადი ავანტიურა. პარალელურად კი სულ უფრო აქტუალურია კითხვა, ემზადება თუ არა მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის და რას მოიმოქმედებს თეთრი სახლის ლიდერი ირანთან მიმართებაში. პოლიტიკურ საკითხებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი გაბუნიასთან და პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკურ დივანთან ბიძინა გიორგობიანთან ერთად განვიხილავთ რამდენიმე წამში. მაშინ ასე მივესალმებით ჩვენს პირველ სტუმარს გიორგი გაბუნია შემოგვერთება პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გიორგი, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში. მოკლედ დავიწყოთ დღევანდელი საკითხი. სამშვიდობის მოგესალმებით. ქართული ოცნება იწყებს დავას ყველა პროცედურის დაცვით. მართველი გუნდი BBC-სგან ბოდიშის მოხდას და მასალების აღებას ითხოვს. როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს მოლოდინი, რომ ადეკვატურ შედეგს მიიღებთ ამ საკითხთან მიმართებაში? რამდენად გამოავლენს ეს, როგორ ფიქრობთ, იმ ფაქტორს, თუ ვინ იყო დამკვეთი ამ კუთხით? წელს პირველი ჩართვა და მინდა პირველ რიგში ჩვენს ძვირფას ხალხს მიულოცო ახალი წელი, უსურვო ჩვენს ქვეყანას ბევრი გამარჯვება, ბევრი წარმატება, წინსვლა. ჩვენ ძალიან გვჭირდება გამარჯვებები, ძალიან გვჭირდება წარმატებები და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2026 წელი იქნება ბევრი წარმატების და წინსვლის წელი. რაც შეეხება თქვენს დასმულ კითხვას, მოგეხსენებათ, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ქართულმა ოცნებამ დაიწყო სამართლებრივი დავის პირველი ეტაპი BBC-ს მიერ გავრცელებული სიბინძურესთან დაკავშირებით, რომელსაც სხვა არაფერი ქვია თუ არა წმინდა წყლის საინფორმაციო დივერსია საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა გარკვეულ, ასე ვთქვათ, ამოცანების შესრულებას და ეს კარგად გამოჩნდა სხვათა შორის მას შემდეგ, როდესაც გავიდა აღნიშნული სიუჟეტი, გაკეთდა განცხადებები ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს მიმართ სანქციების გამოყენების თაობაზე, ასევე ამ სიუჟეტს ჰქონდა გათვლა იმასთან დაკავშირებით, რომ დაწყებულიყო ასე ვთქვათ ახალი საპროტესტო მოძრაობის ტალღა საქართველოში და ასევე მომხდარიყო გარკვეული შემზადება ევროკომისიის სხდომა უწევდა ახლო მომავალში, მანამ სანამ ასე ვთქვათ ეს სიუჟეტი მომზადდებოდა და გავიდოდა და გარკვეული ასე ვთქვათ ალიაკოთის და აჟიოტაჟის შექმნა იყო დაგეგმილი საქართველოს წინააღმდეგ. საქართველოს რეპუტაციის შელახვა, ქართული ხალხის დაზიანება და რა თქმა უნდა, ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს და პირველ რიგში BBC-ს და მათ უფროსებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა სამართლებრივ ბერკეტს და მიიღებს ყველა ზომას იმისთვის, რომ ამ სიბინძურეს პასუხი გაეცეს და BBC მოიხადოს ბოდიში არა მარტო ხელისუფლების მიმართ, არამედ ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ. და ამისთვის აბსოლუტურად ჩვენ ყველა ზომას გამოვიყენებთ. ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს. ეხლა BBC როგორც ამხელა მედია, ხო? მისი დაფინანსების და მისი მართვის მოდელი ესე გარე ერთი შეფასებით და გარე შეხედვით, რა თქმა უნდა, თითქოს ტოვებს დამოუკიდებელი მედიის შტაბ-შტილებას, მაგრამ ესე არ არის, რა თქმა უნდა, და ეს კარგად გამოჩნდა არა მარტო საქართველოსთან მიმართებით, არამედ ჩვენ გვახსოვს გაბრაზებული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც ასევე აქვს სამართლებრივი დავა დაწყებული BBC-ს წინააღმდეგ, ასევე ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მძიმე ბრალდებები BBC-ს წინააღმდეგ ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ლის ტრაზის მხრიდან. შესაბამისად,
საზოგადოება კარგად დარწმუნდა, რომ ეს იყო პროვოკაცია, ეს იყო საინფორმაციო დივერსია იმისთვის, რომ საქართველოს სახელმწიფო დაზიანებული. და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამას სამართლებრივი თვალსაზრისით ეკრება პასუხი გაცემული. მე ამაში სრულად დარწმუნებული. თქვენ ახლა საუბრობდით საინფორმაციო დივერსიაზე. ზოგადად საქართველოს გაშავების საკითხზე არა მხოლოდ BBC, ევრობიუროკრატებიც აქტიურად მუშაობენ, როგორც ამას მართველი გუნდი ამბობს და ამის ნათელი მაგალითია ასევე ის ვიდეო რგოლიც, რომელიც საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით მომზადდა. რა გზავნილი იყო ეს თქვენთვის ოფიციალური თბილისისთვის ბრიუსელის მხრიდან? რა უნდა ვთქვათ, აბა მელას რაც ელამდებოდა, ისე იზრდებოდაო. ესე იგი, ჩვენ ნახეთ ევროკავშირის საერთოს მიერ მომზადებული ვიდეო კლიპი, სადაც საკუთარი საქმიანობაც, მათი საქმიანობაც იყო ასახული. თუ რა როლი აქვს დღეს ევროკავშირს. ძალიან სამწუხაროა. პრინციპში ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ უკვე არანაირი ემოცია აღარ დაგვჭირ პრაქტიკულად ევროკავშირის მიმართ, აღარც გაბრაზება, აღარც აღშფოთება. ერთადერთი ემოცია რაც არის, ეს არის იმედგაცრუება რეალურად, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირს ამოძრავებს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზანი საქართველოს მიმართ, ეს არის ძალადობრივი მეთოდებით მოახდინოს რევოლუციური პროცესების განვითარება და შემდგომში მოიყვანოს ხელისუფლებაში მართული ძალა, რომელსაც თავისუფლად მისცემს დავალებებს და შეასრულებინებს იმ ასე ვთქვათ ამოცანებს, რომელიც მათ აქვთ საქართველოსთან მიმართებით. მოგეხსენებათ ევროკავშირის პოლიტიკური ინტებლიშმენტი დღეს, რომლებიც მართავენ ევროკავშირს, პრაქტიკულად ამ არათანმიმდევრული და არასწორი პოლიტიკით ევროკავშირი შეიყვანეს ჩიხში და ეს კარგად ჩანს იმ ძალიან ბევრი და მძიმე შეცდომები, რომელიც მათ დაუშვეს საქართველოსთან მიმართებით, ძალიან კარგად ჩანს თუ სად მიდის ევროკავშირი, როგორი პოლიტიკური ჩიხი აქვს მათ და როგორი ეგზისტენციალური გამოწვევების წინაშე დგან. რა თქმა უნდა, მე არანაირი იმედი არ მაქვს იმისა, რომ არსებული პოლიტიკური მართველი ასე ვთქვათ, ინტებლიშმენტის პირობებში საქართველოსთან მიმართებით მათი პოლიტიკა შეიცვლება. რა თქმა უნდა, ისინი გააგრძელებენ მცდელობებს, მათ შორის რევოლუციური გზებით, ძალადობრივი მეთოდებით, ასე ვთქვათ, აქციების ორგანიზება იქნება ეს თუ სხვა სცენარების განვითარებას და ამ სცენარების ხელშეწყობას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ შემთხვევაში თუ მოხდება ასე ვთქვათ, ცვლილება, პოლიტიკური ცვლილება ევროკავშირში და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით უნდა ვიყოთ, ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი იმ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც მიმდინარეობს არა მარტო ევროკავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში, ხო? ჩვენ ხედავთ რა ხდება დღეს მსოფლიოში, როგორი საშიში სიტუაციაა, მათ შორის არა მარტო რუსეთ-უკრაინის ომი, არამედ ჩვენ ხედავთ რა ხდება ჩვენს ახლო სამეზობლოში. როგორ ფიქრობთ, ემზადება მსოფლიო დიდი კონფლიქტისთვის? ამიტომ მე არ მინდა რომ ამ შემთხვევაში ამ მიმართულებით ვიფიქრო, მე მაინც მინდა იმედი ვიქონიო, რომ მშვიდობა გაიმარჯვებს, დიპლომატია გაიმარჯვებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ირანში იყოს მშვიდობა და იმ თვალსაზრისით, რომ ამან არ შეუქმნას ჩვენ რეგიონ სამხრეთ კავკასიას და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანას უსაფრთხოების დამატებითი რისკები, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ირანში იყოს მშვიდობა და ირანელ ხალხს მინდა უსურვო მშვიდობა, ისევე როგორც უკრაინას, ისევე როგორც მთელ მსოფლიოს და მე მაინც ვფიქრობ, რომ გაიმარჯვებს მშვიდობა, გაიმარჯვებს დიპლომატია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ყურადღებით და რა თქმა უნდა დაველოდოთ ომის დამთავრებას პირველ რიგში უკრაინაში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ ხედავთ, რომ ევროკავშირი იმდენად არის დასუსტებული, რომ პრაქტიკულად გვერდზე არის გაწეული ეს უზარმაზარი პოლიტიკური ერთობა, ეს პოლიტიკური, ასე ვთქვათ, სახელმწიფოთა ერთობა და მათ პრაქტიკულად დღეს ამ გლობალურ პოლიტიკურ ასპარეზზე არ გააჩნიათ არანაირი რეალური ბერკეტი იმისა, რომ საკუთარი ინტერესები დაიცვან. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თუ როგორ როლს შეიძენს და რა ადგილს დაიკავებს ევროკავშირი ახალ ასე ვთქვათ, მსოფლიო დღის წესრიგში, ახალ მსოფლიო წესრიგში, იმ პირობებში, როდესაც დღეს პრაქტიკულად საერთაშორისო სამართალი აღარ მუშაობს და ჩვენ მოწმე ვართ იმისა, თუ როგორ ყალიბდება დღეს მსოფლიოში
ახალი წესრიგი და შესაბამისად საქართველოს ამ სიტუაციაში უნდა იყოს მაქსიმალურად ყურადღებით და რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიზრუნოთ პირველ რიგში ჩვენს უსაფრთხოებაზე, ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე და იმაზე, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა და საქართველოს განაგრძოს ნაბიჯ განვითარება, ნაბიჯ წინსვლა და ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ და საქართველოს იყოს მაქსიმალურად მომზადებული იმისთვის, რომ ოდესაც მოხდება გადატვირთვა, თვისობრივი გადატვირთვა ურთიერთობებისა, საქართველოს იყოს ყველაზე უფრო მზად და ღირსეულად წარმოდგენილი იმისთვის, რომ ჩვენ შემდგომში უკვე ვისაუბროთ საქართველოს როგორც ევროკავშირის წევრობაზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ევროკავშირის როლი და თავად ევროკავშირი როგორც ეს უზარმაზარი პოლიტიკური ერთობა რა როლით იქნება წარმოდგენილი, რა ასე ვთქვათ, ადგილით იქნება წარმოდგენილი მომავალ მსოფლიო წესრიგში, ეს უნდა იყოს ასე ვთქვათ ფიქრის საგანი და ჩვენ რა თქმა უნდა ამ მოვლენებს უნდა ყურადღებით მივადევნოთ. ხო, თქვენც თქვით აღნიშნეთ, რომ ევროკავშირი გვერდზეა გაწეული და ეს შტატებმა დაიწყო და ფაქტობრივად საუბრობდნენ იმაზე, რომ პოლიტიკური გამბიტი შტატების მხრიდან ევროკავშირთან მიმართებაში უკვე თვალსაჩინო და ნათელია. გასაგებია დამოკიდებულება ევროკავშირთან მიმართებაში, მაგრამ შტატებთან მიმართებაში მინდა გკითხოთ. რას ფიქრობთ საიმიგრაციო ვიზების შეჩერების საკითხს? ეს ინფორმაცია დღეს გავრცელდა. კი ბატონო, ნუ ეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი საგარეო პოლიტიკის ნაწილია, 75 ქვეყანასთან მიმართებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ეს იმიტომ მკითხეთ, რომ სპეკულირების თემა არის ოპოზიციის მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის ნათელი დამოკიდებულება თეთრი სახლის მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში და მინდა ეს კარგად ახსნათ ამ შემთხვევაში როგორ პოზიციონირებს საქართველო. დიახ, მეც ამას ვამბობ ზუსტად რომ იყო მცდელობა თითქოს ეს საკითხი წარმოეჩინათ ისე რომ საქართველოსთან მიმართებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ეს რა თქმა უნდა სრული სიცრუეა და ემსახურება საზოგადოების დამძიმებას და შეცდომაში შეყვანას. 75 ქვეყანასთან მიმართებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი, ასე ვთქვათ, საგარეო პოლიტიკის ნაწილი. მათ აქვთ საკუთარი მიდგომები და დამოკიდებულებები, ეს მათი გადასაწყვეტია. აქ თავარია და ერთი რამ უნდა ითქვას, რომ ეს საკითხი არ ეხება ტურისტულ ვიზებს და უფრო საიმიგრაციო მიმართულებით არის მიღებული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, დამატებითი დეტალები შესწავლა საჭიროებს, მაგრამ თავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ შემთხვევაში საკითხის წარმოჩენა ისე რომ თითქოს ეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან მიმართებით იქნა მიღებული გადაწყვეტილება არის სრული სიცრუე და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთს რომ საზოგადოება იქნეს შეცდომაში შეყვანილი. რა თქმა უნდა ესე არ არის და შესაბამისად ამასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, ასევე თუ არ ვცდები დღეს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დამატებით განცხადება, სადაც ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დეტალებზე არის საუბარი. სხვა ამასთან დაკავშირებით ვერ მოგახსენებთ. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ეთერში საუბრობდა გიორგი გაბუნია, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი. ეხლა კი მივესალმები ბიზნა გიორგობიანს, პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოლიტიკური მდივანი იმყოფება ჩვენთან სტუდიაში. ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ ჩვენს გადაცემაში, გამონახეთ დრო და მობრძანდით. წინა სტუმართან ეხლა საუბრობდით ამერიკის შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანი ამისი პოზიციონირება ზოგადად მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე და ეხლა კიდე ახალი წერტილი გაჩნდა, ეს არის ირანი. როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებთ ტრამპი ირანში? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე საკვანძო შეკითხვა, რომელიც ამ დროისთვის ისმის პოლიტიკურ წრეებში. განიხილავენ 4 ვარიანტს სხვადასხვა პოლიტიკურ სტრუქტურებში: სიმბოლური დარტყმები, მასირებული გრძელვადიანი დაბომბები, ჰამანეის გლოვობა, კიბერომი. ან შესაძლოა რაიმე გარიგებად შესთავაზოს. როგორ ფიქრობთ, რა იქნება მომავალში? ცოტა ძნელია ტრამპის და საქართველოსთან მიმართებაში რამდენად საფრთხილო სიტუაცია. მოდი აქედან დავიწყოთ საქართველოსთან დამოკიდებულება, ვინაიდან ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენი პარტიის პრიორიტეტი და საბედნიეროდ ხელისუფლების პრიორიტეტიც ჩვენი ქვეყნის საკითხია, თუ რა გველის ჩვენ და როგორ აისახება ეს კონფლიქტი საქართველოში. რა თქმა უნდა, ახლო აღმოსავლეთში და წინა აზიაში ირანის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი გადამწყვეტია. წინა აზიაში პოლიტიკური სტაბილურობა ძალიან ბევრითაა დამოკიდებული ირანის და თურქეთის ამ ორი დიდი სახელმწიფოს რეგიონალური სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკაზე და საშინაო სტაბილურობაზეც, რა თქმა უნდა.
ირანში რაიმე ისეთი აფეთქება და დაშლა, სახელმწიფოს დაშლა, ხანგრძლივი ომი ან მსგავსი რამ რა თქმა უნდა საქართველოს და რეგიონზე მთლიანად აისახება ძალიან უარყოფითად, მაგრამ არ უნდა კონდეს რაღაც პანიკური შიში, როგორც ზოგიერთი ისინი თესავენ, რომ არიქაიქ მოხდება ხვალზე დაბომბვა და ეს ლტოლვილთან აკადემი მოაწყდება საქართველოს და ასე შემდეგ. საკმაოდ შორს ვართ ჩვენ ირანისგან, ჩვენს და ირანს შორის არის კიდევ სახელმწიფოები. ჩრდილოეთ ირანში სახლობენ თურქები, აზერბაიჯანული მოსახლეობა, რომლებიც იქიდან არაპირებენ არსად აყრას და წამოსვლა საქართველოსკენ, ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ, მაგრამ რაც შეეხება ხანგრძლივადიან პროცესს, თუ გახანგრძლივდა ეს რაღაცა გარკვეული საომარი მოქმედებები ირანში, რა თქმა უნდა, მას უარყოფითი გავლენა ექნება რეგიონზე, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე პოლიტიკური და დემოგრაფიული თვალსაზრისით. და ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ არ უნდა ვიყოთ პანიკაში. ეხლა რაც შეეხება როგორ განვითარდება იქ მოვლენები, ეხლა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიმართებაში ვიტყვით ჩვენ ამას, ეს ცოტა ძნელად გასათვლელია, ვინაიდან ტრამპი თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი არ ეკითხება არც კონგრესს და არც სენატს უკვე არაფერს ისე მოქმედებს. ექსცენტრული ლიდერია აშკარად. დიახ, მოქმედებს უკვე როგორც იმპერატორი, რომელიც ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს იღებს და ახორციელებს კიდევაც და არ ვიცით ჩვენ როგორ მოიმოქმედებს და რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი. როგორ ფიქრობ, დოქტრინას მიყვება? დოქტრინას, რომელ დოქტრინაზე ლაპარაკი, თუ ლაპარაკი აქ იმ ეგრეთ წოდებული მონროს დოქტრინაზე, იმ მონროს დოქტრინას არც მიყვებოდა როდისმე და არც მიყვება ის ჩვენთან ამას ხშირად ამბობენ, რომ აი მონროს დოქტრინა, ეს დოქტრინა უნდა წაიკითხონ, ეს მონროს დოქტრინა იყო ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ მიმართული ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული დოქტრინა, რომ ნუ ჩაერევით ჩვენ საქმეშიო და ეხლა თვითონ ამერიკის შეერთებული შტატები ერევა ევროპის საქმეში აქეთ და ეს რაიმე დოქტრინა, მონროს დოქტრინასთან ამას საერთო არ აქვს არანაირად. ამიტომ დაარქვეს მას რაღაც დონალდ ტრამპის დოქტრინა, რაღაც ну, მაგრამ ესეთი განმეორებები ზუსტი კოპია, რა თქმა უნდა, არ იქნებოდა და არ იქნება. ის სცენარები, რაც თქვენ ბრძანეთ, ეს 4 სცენარი, რა თქმა უნდა, ეხა იქ ძნელად წარმოსადგენია, რომ დაუშვათ ეს იმამი მოკლან, იმიტომ რომ მას საკმაოდ კარგი დაცვა აქვს, თუმცა თვითონ შიდა სახელმწიფოებრივი პრობლემა აშკარად არსებობს. ეს მულოკრატია, ეს მულების თეოკრატიული ქვეყანა ამ სამყაროში ეხლა უკვე მიუხედავად თავისი რელიგიური სიღრმისა, ეს იქცა უკვე ძალიან ისეთ ნონსენსად, უკვე ვეღარ პასუხობს თანამედროვე ტემპს, მოთხოვნებს და თანამედროვე მენტალიტეტს იმ ირანელებისა, რომლებიც თავისი ქვეყნის პატრიოტები არიან და იქცა მხოლოდ და მხოლოდ დგას უკვე როგორც ჩანს რაღაც ძველმოდურ, აი ძველ 60-იანი წლების იმ ღირებულებებზე, რომელი ღირებულებებითაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში 79 წელს. ირანის გარდა საკმაოდ მნიშვნელოვანია გრენლანდიის საკითხი და ეს საკითხი ევროკავშირს აშკარად და არა მხოლოდ ევროკავშირს, ნატოსაც აშკარად აწუხებს. ცოტა ხნის წინ დონალდ ტუსკმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ ნატოს ერთი წევრის მეორე წევრზე თავდასხმა სამყაროს დასასრული იქნება და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ კონსოლიდაცია იყოსო. როგორ ფიქრობთ, ეს პოლიტიკური გამბიტი შტატების მხრიდან ევროკავშირთან მიმართებაში რატომ მივიდა აქამდე და რა შედეგს გამოიღებს მსოფლიო გადანაწილების კუთხით მსოფლიო პოლიტიკურ თამასზე? საინტერესო რამ უთქვამს ტუსკს, რომ სამყაროს დასასრული იქნება. ეს ნამდვილად არ იქნება სამყაროს დასასრული, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ გრენლანდიაზე ამერიკის შეერთებული შტატები ახორციელებს პირდაპირ ძალადობას. დღეს დაეხმარნენ გრენლანდიას თავისი ნატოელი მოკავშირეები, აი მაგალითად გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ მთელი 13 მებრძოლი გააგზავნა იქ და აი სწორედ ეს გრენლანდია აღმოჩნდა ის რაღაცა მაგალითი, რომელმაც ჩვენ კარგად გვაჩვენა კიდევ უკრაინის ტრაგედიის შემდეგ, კიდევ გვაჩვენა ის გროტესკული სახე იმ ნატოს შინაარსი, უпроსორად უშინაარსობა აბსოლუტური და კიდევ გვაჩვენა ის
აბსურდი, რომელიც ჩვენ გვიწერია იმაში, რა ქვია, კონსტიტუციაში 78 მუხლის სახით, რომ აი ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ იქითკენ, სადაც ერთი რომელიღაცა სამხედრო კავშირის წევრები ერთმანეთს უცხადებენ ფაქტიურად გამოუცხადებელი ბრძოლა მიდის და ზოგი ერთს ემხრობა, ზოგი მეორეს. არა, აი გერმანიამ ეხლა ალბათ ესტონეთის გააგზავნის ერთი 2-3 რაღაც ჯარისკაცს იქ და დაიცავენ ამით. იმიტომ დასცინის დონალდ ტრამპი ამას რაღაც ორი მარხილი ყავთ, მათო სერიოზული ძალები აქვს. ეს ძალიან ისეთი მაგალითი აღმოჩნდა, იცით, ეს გრენლანდიის საკითხი, რომელმაც ჩვენ ძალიან უნდა დაგვაფიქროს, ისე როგორც უკრაინაში მიმდინარე ომმა ჩვენს საგარეო პოლიტიკაზე, ჩვენს პრიორიტეტებზე და კიდევ უფრო მეტად უნდა მოვიხედოთ ჩვენ ახლო სამეზობლოში და კიდევ უფრო მეტად უნდა ვიყოთ ორიენტირებული ჩვენ ინტერესებზე. საკუთარ ინტერესებზე ყოველთვის არის თქვენი პარტიის მხრიდან ხაზგასმა და სუვერენიტეტის დაცვაზე. მინდა გკითხოთ ევროკავშირის მილოცვაზე. ეს ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდა და სადაც საქართველოს დროშის დღესთან დაკავშირებით მომზადდა ეს ვიდეორგოლი და სადაც იყო ბარიკადებზე ნაჩვენები ბარიკადებზე მხრჩოლავ ბოლში დროშა. სტატუსით ნახე სოციალურ ქსელში. როგორ ფიქრობთ, ეს იყო მთავარი გზავნილი მათგან თქვენ ეს ეს არის მათი მთავარი გზავნილი, ასე გვიყურებენ ჩვენ როგორც პოტენციურ მსხვერპლს, რომ საქართველოს დროშა უნდა იყოს ნანგრევებში და თვითონ თავად ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა სხვადასხვა ინტერპრეტაციები იყო, ვითომ ეს იყო რამდენიმე წამიანი კადრი და ასე შემდეგ. რაღა იგიპოვეს საქართველოს დროშას? ჯერ ერთი ეს საქართველოს დროშის დღე, საქართველოს დროშა ქონია უხსოვარი დროიდან. ხო, ну ეს დროშის დღე სიმბოლურად დაწესდა და ჩვენ ახლა არ მოგვიგონია ეს დროშა. საქართველოს დროშები ქონია უხსოვარი დროიდან. მაშინ, როდესაც პაվել ჰერჩინსკის სამშობლოში დროშა კი არა ტყეებში ცხოვრობდნენ ეგენი ჯერ ისევ. ამიტომ მათ ყოველგვარი დიპლომატიისგან ჩამორეცხილი ცინიკური, თავხედური, მე პირდაპირ მივცემდი კვალიფიკაციას, გააკეთეს ნაბიჯი საქართველოს მიმართ. ეს იყო უაღრესად არადიპლომატიური და არამეგობრული ჟესტი საქართველოს უპატივცემლობა, ეს საქართველოს დროშის, საქართველოს ისტორიის და ქართული ხალხის, როდესაც შენ მას მიულოცავ დროშის დღეს და მიულოცავ აი ამ ფორმით, რა ფორმითაც მას გააკეთეს. ეს ახლა რამდენიმე წამი იყო, მადლობთ, რომ რამოდენიმე საათის განმავლობაში არაჩვენეს ისევ ის ძალმომრეობითი აქციების დროს ქართული და ევროპული დროშები მოხვეული დამნაშავეები როგორ utevდნენ პარლამენტს და ისე არ მოგვილოცეს ეს არა მე იმიტომ გამოვიტანე ეს სტატუსად დანგრეული და დამწვარი პარლამენტის ფონზე დასობილი ეს მაშინდელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის დროშა რომ მაშინაც ვიღაცებს ეგონათ რომ გაიმარჯვეს მაგრამ გაიმარჯვეს საკუთარ თავზე გასაგები ბატონ ბიძინა რა პროცესების მოლოდინი გაქვთ საქართველოში რატომ გეკითხებით იცით ევროკავშირი 8 მილიარდ ევროზე მეტად ზრდის დაფინანსებას NGO-ების როგორ ფიქრობთ შესაძლებელია ვინედან თქვენ ესე აღიქვამთ რომ ესეთი გზავნილები ამის მაპროვოცირებელია შესაძლებელია იყოს რაიმე სახის უფრო ასე წავე ჩარევები და უხეში ჩარევები საქართველოს შიდა პოლიტიკაში? კი, მე ვფიქრობ, რომ ასე იქნება. მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარებული ეს არის ესე იგი ქვეყნის და ხელისუფლების რაღაც ესეთი დემონიზება, ხო გახსოვთ BBC-ს რეპორტაჟი ისინი აიღებენ თავის თავზე დაფინანსებას იმ არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსტრემისტული დაჯგუფებების, რომელსაც აფინანსებდა თავის დროზე USAID და NED და სხვადასხვა ევროპული ფონდები, ამას უკვე არ მალავენ ისინი პირდაპირ ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები და საქართველოს სახელმწიფომ ქართულმა საზოგადოებამ ყველა პოლიტიკურმა ჯანსაღმა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ვიპოვოთ ჩვენ თავში იმის რესურსი, რომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთხელ ახან დავამარცხეთ ჩვენ და რაღაც 4 წლის განმავლობაში მოვიგერიეთ რამოდენიმე სახელმწიფო გადატრიალება, აღარ ექნება ამას
კიდევ განმეორების ცდილობა ექნება, არ გაჩერდებიან, რა თქმა უნდა, ვინაიდან მათი ინტერესი არის საქართველოში მარიონეტული რეჟიმის, რამოდენიმე პარტიისაგან შემდგარი მარიონეტული რეჟიმის ინსტალაცია, რომელსაც ისევ საელჩოებიდან მართავენ მომავალში და უბრძანებენ რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს. ეს არის მათი დაუოკებელი სურვილი, ისინი ჩვენ გვიყურებენ როგორც დაბალ ღობეს და გვიყურებენ როგორც ისეთ ქვეყანას, სადაც შეუძლიათ რომ ეს რეჟიმ ჩენჯი გააკეთონ რაღაც პატარა დანახარჯებით და მერე პროფიტი მიიღონ ეკონომიკური როგორც ჩინური და ევროპული გზის დამაკავშირებელი ეკონომიკური შემოსავლებიდან, ასევე ირანის და რუსეთის დამაკავშირებელი გზებიდან. მათი ეს ძალიან პრაგმატული, ძალიან ისეთი გათვლილი ნაბიჯი, ეს არ უნდა იფიქროს ვინმე, რომ უბრალოდ ჯიბრით ან რაღაც ემოციით აკეთებენ ისინი. ეს ძალიან კარგად გათვლილი აქვთ მათ. კი ბატონო. შედეგები რა უნდა მიიღონ აქედან. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. გამოიწორა, მე კი ამით გემშვიდობებით უკვე შაბათამდე.